Manchester United-ის ყოფილი შემტევი მეისონ გრინვუდი სწორედ იმ ფეხბურთელების სიაშია, რომლებმაც საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა ვერ მოახერხეს. ზოგს ტრავმები უშლის ხელს, ზოგს დისციპლინა. აი მეისონს კი თითქოს საფეხბურთო პედიღბალი არ აკლდა და წინ მიიწევდა. თუმცა ერთმა ვიდეომ მოთამაშის კარიერას სრულად გაანულა. გრინვუდი სკანდალში 2022 წლის დასაწყისში გაეხვია, როცა მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ჰარიეტ რობსონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტოები გახეთქილი ტუჩითა და მთელ სხეულზე ჩალურჯებებით. ამას მოყვა აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნებაც, რომლის საფუძველზე ფეხბურთელი თავდასხმასა და გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით მანჩესტერის პოლიციამ გრინვუდი დააპატიმრა და გამოძიებაც დაიწყო. მანჩესტერ იუნაიტედი მაშინვე დისტანცირდა გრინვუდისგან. საკლუბო მაღაზიიდან ამოიღეს ყველა ნივთი, რომელიც ფორვარდს უკავშირდებოდა. რამდენიმე ცნობილმა ფეხბურთელმა კი მეისონის სოციალური ქსელებიდანაც წაშალა. კომპანია Nike-მა ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გრინვუდი FIFA 22-ის სიმულატორიდან ამოიღეს. წითელმა ეშმაკებმა ერთ დროს კომაგების საყვარელი ფეხბურთელი კლუბიდან გაუშვეს. რა მოხდა შემდეგ? ყველაზე საინტერესო სწორედ აქედან იწყება. გრინვუდმა ყოფილ შეყვარებულთან ურთიერთობა აღადგინა. ამ უკანასკნელმაც კი საჩივრის წერილი უკან გაიტანა. დღეს წყვილი ორ შულთან ერთად ბედნიერად ცხოვრობს და დროს მარსელში ატარებენ, სადაც მეისონი უკვე მეორე წელია თამაშობს. მართალია გრინვუდი ფეხბურთს კვლავ მაღალ დონეზე საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს, თუმცა მის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მეისონის კარიერაზე უდიდესი გავლენა მოახდინა და ერთ დროს ევროპის ყველაზე პერსპექტიული გარემარბი 24 წლის ასაკში ძველი ფორმის დასაბრუნებლად იბრძვის.